მოგესალმებით, შემოძურბესები და კარგებო. თქვენთვის ჩავწერა ასეთ საჯარო გაშლას დღეს. განვიხილოთ, მოდით თქვენი პიროვნების, ჩაქრეული პიროვნების შიშები და სურვილები, ხო? და ძალიან გითხოვთ, სანამ ნახავთ ვიდეოს, დალაიქეთ ჩემი ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. თქვენ ასე ვთქვათ, მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე უკვე ვისაუბრე და ასევე საჭიროა ჩვენი ენერგო ბალანსისთვის და თხოვნით მოგმართავთ, რომ დაალაიქოთ ჩემი ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი. კარგით, დავიწყოთ აბა გაშლა. თქვენ ჩაქრებული პიროვნების შიშები და სურვილები. მოდი აბა ვნახოთ თქვენი ჩაქრებული პიროვნების შიშები და სურვილები. ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ მისი შიშების განვიხილოთ, მისი სურვილების განვიხილოთ თქვენთან მიმართებაში, ხო? ვნახოთ პიროვნების ენერგია, მდგომარეობა, როგორ ხედავთ ის თქვენ? შიშები, სურვილები. გაშლის ენერგეტიკული მდგომარეობა და ენერგიები არის 4-იანი კვერთხები. ზოგადად ეს ორი კითხვა, რომელიც უკავშირდება შიშებსა და სურვილებს, ანუ რეალურად აერთიანებს პიროვნების, თქვენი ჩაქრებული პიროვნების არაცნობიერ, ასე ვთქვათ, შინაგანად მიმდინარე ომებს, ხო? ეს არის წინააღმდეგობა გულისა და გონების, სურვილების და შიშების, იმედის და ასე ვთქვათ, კონტროლის, ხო? გაშლის ფონი, რაც მაგ რეალურად 4-იანი, ანუ გაშლის ენერგია 4-იანი კვერთხები, ეს ურთიერთობა რეალურად არ არის შემთხვევით, ხო? მისთვის თქვენთან ურთიერთობა, ასე ვთქვათ, შეიცავს დიდ პოტენციალს, სტაბილურობის, უსაფრთხო სივრცის, ბედნიერების და ოჯახის იდეის გააზრებას, ხვდებით? ეს ის მდგომარეობაა, სადაც სული, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ვიღოთ სახლშია, მაგრამ ფიზიკურ რეალობაში ჯერ იქ არ არის, ხო? ანუ რეალურად პიროვნება შეიგრძნობს თქვენს ენერგიაში რაღაც ძალიან ნაცნობ, მშვიდ და თავის აი შინაურს, ხო? რაც შიგნიდან მას, ასე ვთქვათ, ანთებს, აგიზგიზებს, მაგრამ ასევე აშინებს, იმით რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული, ანუ რეალურია და შეიძლება რეალურად დაკარგოს თავისი, ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, თავისუფლება, ხო, რაც აქ ჩანს რეალურად, ხო, აი არკანებიდან გამომდინარეც. პიროვნების ძირითადი ენერგია, როგორც ასეთი არის თასების დედოფლის ენერგია, თასების დედოფალი, ანუ რეალურად პიროვნება ამ ეტაპზე არის გრძნობების მუხტში, აი პირდაპირ ვთქვათ, ღრმა ემოციურად ჩართულობაშია, ფაქიზი აქ მაგ, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობაში გრძნობების შინაგანი მიჯაჭვულობა აქვს თქვენთან მიმართებაში და ასეთ მდგომარეობაშია, ხო? მაგრამ ეს მიჯაჭვულობა, როგორც ასეთი, არაჯანსაღი არ არის, გრძნობებზეა დაფუძნებული და სუფთა, ღია, ასე ვთქვათ, გრძნობების თემაზე მაქვს საუბარი და არა ეშვაკისებრ მიჯაჭვულობაზე, ხვდებით, ხო, რასაც ვიძახი. პიროვნება თქვენს მიმართ განიცდის არა უბრალოდ სურვილს, არამედ ემოციურ, ასე ვთქვათ, მდგომარეობასაც, ხო, თითქოს გულით გიცნობთ ეს პიროვნება, რა მისი პიროვნება ხართ, ხო, ჩემი ადამიანიო რო იტყვის, ხო? და პრინციპში აგრეთვე თქვენაც თასების მეფეში ამოგდის ჩამოკარგებო. მაგრამ ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი არ ვლინდება ისე, როგორც შეიძლება გამოაშკარავდეს, ხვდებით? ანუ ეს არის მის შიგნით დამალულად მყოფი გრძნობა, რომელსაც გარეთ, ასე ვთქვათ, ცივი მანერით მალავს. ანუ ცივი მანერით აქედან ვიტყოდი, რომ თუნდაც ხმლების მეფის პოზიციაშიც ამოგდის პიროვნება, ხო? ხმლების რაინდის პოზიციაში შეება, ნუ აქ ცოტა აგრესიული ტონია, მაგრამ მე უფრო
რადგან თასებთან გვერდზე მაქვს, ხო? ვერ ვიტყოდი, რომ აგრესიული გამოვლინება იყოს მაინც და მაინც, ხო? როგორ გხედავთ ეს პიროვნება თქვენ ცხრიანი თასების მდგომარეობაში, რომ თქვენ ხართ მისთვის აი მისწრაფება. თითქოს თქვენთან ყოფნა არის ის სულიერი, სასურველი, ემოციური მდგომარეობა, რომელიც ასე ვთქვათ, შინაგანად მას აბედნიერებს, მაგრამ გარედან ასე ვთქვათ, ამ ბედნიერებას არ გამოხატავს ეს პიროვნება. თქვენში არის რაღაც, რაც მის ემოციურ მიღწევად აღიქმება, ხვდებით? ანუ თუმცა ეს სურვილი აქვს იმ სახით, რომელიც არ მოითხოვს მოქმედებებს მისგან. ანუ ის არ არის ჯერ გზად, გადადგას ნაბიჯები თქვენი მიმართულებით, ასე ვთქვათ, გიყურებთ როგორც სრულყოფილებას, რომელიც არ უნდა დაკარგოს და თქვენთან ურთიერთობა არ უნდა დაინგრეს არავითარ შემთხვევაში, ხო? პირველი ხაზი თასების მეფე, ხმლების რაინდი, ვარსკვლავების არკანი და პენტაკლების მეფე, ეს არის მისი სურვილები თქვენთან მიმართებაში. ეს ასე ვთქვათ, მის სულიერ სურვილებს ასახავს ის, რაც მას ნამდვილად უნდა თქვენთან. ანუ თასების მეფე ეს არის გრძნობა რეალურად, ემოციური მზაობა თქვენთან მიმართებაში, მისი გული თქვენს მიმართ არის ასე ვთქვათ, სიღრმისეულად აღჭალული გზნობით, ემოციებით, გემრიელი ხართ მისთვის, არ ვიცით მინდა ამის თქვა, რომელსაც თავად სრულად ვერ აცნობიერებს, მაგრამ შინაგანად თავისთვის ამ ყველაფერს ატარებს თავის შიგნიდან, ხვდებით, რომელსაც არ გამოხატავს. ხმლების რაინდი მეუბნება იმას, რომ ამასთან ერთად მუდმივად ეს პიროვნება სულ აჩქარებულ ტემპშია, ხო, თითქოს გრძნობს, რომ რაღაც უნდა თქვას, მოიმოქმედოს, გადაჭრას რაღაც საკითხი, ან გაიქცეს. ან გაიქცეს, რაღაც ესეთ მდგომარეობა ეს არკანი რაღაც გაქცევის იმასთან მივიდა ახლოს. იმასთან ქვია, ეს ასოციაცია გამოიწვია ჩემში გაქცევის, ხო? არის რაღაცნაირად ეფექტური ეს ურთიერთობა მისთვის, ხვდებით, ანუ სურვილი თქვენთან ურთიერთობის არის ძალიან სურს მას თქვენთან ურთიერთობა, ხვდებით? აი როგორ ვთქვა ახლა, ეს პიროვნება არის გადაწყვეტილების მიღების ფაზაში. ანუ გულს უნდა, გონება ამასთან ჭიდილშია, ეჩხუბება რეალურად, ხო? ან ვარსკვლავის არკანი მეუბნება იმას, ნუ ეს ხმლების საიდან გამომდინარე ვიძახი, რა თქმა უნდა. ეს არის გულის და გონების, ასე ვთქვათ, დაპირისპირება, ეს არკანი. ვარსკვლავის არკანი მეუბნება, რომ თქვენთვის ასე ვთქვათ, თქვენ მისთვის ხართ ოცნება, მარტივად რო ვთქვათ, რა ჩაუფლართოთ და რაღაც არ ვუაროთ. ოცნება ხართ, იმედი ხართ, მიუწვდომელი ხართ, ტკბილი ნაყოფი ხართ, ხვდებით, რომელიც მას უნდა. თქვენი, ასე ვთქვათ, ფიგურა, რატომ? ფიგურა, ფიგურა მისთვის. ესე ვიტყვი, იმედი ამ ასე ვთქვათ, სიტყვას არ მიწყენთ. თქვენი ტანი, მოდი ესე ვთქვათ, ფიგურა უფრო კარგად ჭირს, მაგრამ კარგით, თქვენი ესე ვთქვათ, ტანი მისთვის არის არამიწიერი, ხო, იდეალიზირებული, ნათელი, ასე ვთქვათ, უნკონკურენტო ხართ თქვენ მისთვის, ანუ თქვენ არ ყავთ ეს აი ბადალიან ვერ გადაერთ ვერავის ეს პიროვნება, ხვდებით? მაგრამ ამავე დროს ესე ვთქვათ, შორეული ხართ, მიუწვდომელი ხართ, ოცნება ხართ. ის ფიქრობს, რომ შეიძლება ვერც კი მოგწვდეთ თქვენ ვერასოდეს. პენტაკლების მეფე ასევე მეუბნება, რომ მის გულში მიუხედავად ამ ყველაფრის არის სურვილი თქვენთან დამკვიდრებული მყარი პარტნიორობის სახით ყოფნისა, ხვდებით, უეჭველი რო აი უნდა გამყარება თქვენთან ურთიერთობის. ის რეალურად ფიქრობს, ხო, რომ თუ ოდესმე თქვენთან იქნება, უბრალოდ თუ ოდესმე ვინმესთან იქნება, ზუსტად თქვენი იქნებით ის პიროვნება, ვისაც იქნება. თქვენთან უნდა იყოს საბოლოოდ ესეთი რაღაცა გადაწყვეტილება პენტაკლების მეფიდან მიღებული.
და სერიოზულად მხოლოდ თქვენ არ გიქვთ თავის მომავალში, საბოლოო ჯამში, ხო? მეორე ხაზი როგორც ასეთი არის შიშები, ხო, რისი ეშინია რა აბრკოლებს ამ ურთიერთობაში, ორიანი პენტაკლები, ხმლების მეფე, შვიდიანი ხმლებით, ასების დედოფალი. ორიანი პენტაკლები მეუბნება რომ მასში არის ორმაგი, ისე ვთქვათ, თამაში, ხო, რაღაცნაირად აი საქანელა აიწონა, დაიწონაო, რო იტყვიან, ხო, აი შეხედათ ორიანი პენტაკლის არკანი კონკრეტულად წერენ და ყურადღება გადამდის ამოგიდებულ ასე ვთქვათ მესიჯებზე რა ეკრანზე თარო ჩანს და რო გიგდებენ ოდის მოგიხდეთ დაპაუზებული რაღაცნაირი საუბრისთვის უნდა გავთიშო ხოლმე ინტერნეტი ჩაწერისას აიწონა სიტუაცია ორიანი პენტაკლებიდან გამომდინარე ხო ეს არის ორი ენერგია რომელიც ასე ვთქვათ მერყეობს ერთი მხარე არის გზნობა მეორე მხარე არის ასე ვთქვათ რაციონალიზმი ვალდებულება ან რა ვიცი თქვათ მაინც ხო აი უნდა მოვიტანოთ მაინც შვიდიანი ხმლიდან და ნუ რაღაც ფაქტორებიდან პენტაკლების მეფიდან თასების მეფიდან გამომდინარე შესაძლოა სხვა ადამიანიც იყოს აქ ეს მესამე ფაქტორი და არჩევანის თემიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ან სხვა ფაქტორი ან სხვა ადამიანი ხო და ამას ჩვენ ვერ გავიქცევით ხო ის არ იღებს ესე ვთქვათ მყარ გადაწყვეტილებას ან ვერ იღებს ან არ უნდა რომ აიღოს პასუხისგებლობა საკუთარ თავზე რომ მიიღოს გადაწყვეტილება კაფიო ნათელი და გადადგას მყარი ნაბიჯი ასე ვთქვათ თავისი არჩევნისკენ ეს ხმლების მეფე რაც შემდეგში მოდის ხო ეს არის შიში რომ თუ გაამჟღავნებს თავის რეალურ ემოციებს დაკარგავს კონტროლს მას ესე ვთქვათ უნდა რომ ყველაფერი კონტექსტ გააზრებული დაცული გათვლილი მაგრამ სიყვარული ასე ვთქვათ მას მაინც აშინებს იმიტომ რომ ესე ვთქვათ სიყვარულს ვერ გათვლი და ზუსტად ეს მომენტი რომ სიყვარულს ვერ გათვლი ზუსტადაც რომ მას აშინებს ხო შვიდიანი ხმლები ეს აქ უკვე რაღაცა ღალატის ან ფარული ქმედების შიშია რეალურად მისი მხრიდან შესაძლოა ეშინია რომ თუ ბოლომდე თქვენთან გაიხსნება ან თვითონ ან თქვენ შეიძლება ასე ვთქვათ ერთი მეორეს გული ატკინოთ ხო ან მე სხვა ვარიანტი რომ მას აქვს შიში რომ თქვენ მისი რომელიღაც არასწორი ქცევები თუ ასე ვთქვათ აი ამაკენ მისი არასწორი ქცევები თუ გამოაშკარავდა რომლებიც არ იყო თუნდაც სუფთა არც ერთ ვარიანტში არც თქვენთან მიმართებაში არც სხვასთან მიმართებაში შესაძლოა რაღაცნაირად თქვენი დაკარგვის შიში აქ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ხვდებით ხო რასაც ვიძახი ხო ანუ არის რაღაცა ფარული ამ ურთიერთობაში რაც თქვენ არ იცით რეალურად და ამაზე გაამახვილეთ ყურადღება შეიძლება ეს მესამე ფაქტორი პიროვნება სხვა ადამიანი არის ის რაც ან ვინც თქვენ არიცით ურთიერთობაში თასების დედოფალი არის ის რომ ეს მე მგონი კი ყველა ვარიანტში ეს იქნება თავისი არა თქვენი ემოციური ესე ვთქვათ ღრმა ბუნება რომელიც მას ძალიან აშინებს რეალურად ხო თქვენ მისთვის ესე ვთქვათ ემოციური სარკე ხართ ხედავს საკუთარ დაუცველობას ასე აი ზუსტად რომ ასე ვთქვათ სარკისებრად თქვენში ეშინია რომ თქვენ მის გულს შეეხებით აი ძალიან სიღრმისეულად ღრმაც რაც გააშიშვლებს მის იმ ხარისს რაც არასოდეს უჩვენებია სხვებისთვის აი ზუსტად ეს აშინებს ამ პიროვნებას ხო არ არის ეს პრობლემა მზად რომ დათმოს თავისი ისე ვთქვათ თავისუფლება კონტროლი მას ეშინია ემოციურად სიმართლის ესე სიმართლის ხო ნუ სიმართლის გაშიშვლების გამოაშკარავების ეშინია საკუთარი გზნობების სიმაღლის თუნდაც რო ავიღოთ და სიმძიმესაც რეალურად ხო და ამავდროულად შეიძლება გრძნობს რომ თქვენთან კავშირი მას ესე ვთქვათ ამხელს ჭყალებს შეავიღოთ სიყვარულს ვერ მალავს, ვერ ფარავს და ვერ მართავს ამ გრძნობებს და ემოციებს თქვენთან მიმართებაში. ნუ ამ პიროვნებას ასე ვთქვათ ეს ურთიერთობა თქვენთან ურთიერთობა ავსებს თქვენი ცავსია. გრძნობს სიყვარულს თქვენთან მიმართებაში, ხედავს თქვენში მომავალს, ხედავს კავშირს, რომელიც მნიშვნელოვანია მისთვის, მაგრამ ეშინია ასე ვთქვათ აი ამ კავშირის მოცულობის საერთო ჯამში. ხდებით სურვილი აქვს თქვენთან მყარ ურთიერთობაში ყოფნის. შიში აქვს კონტროლის დაკარგვის, გადაჭარბებული ესე ვთქვათ
თუნდაც ის რომ ძალიან რო იზიდავთ ამ პიროვნებას, ხვდებით? არ უნდა რომ მოგეჯაჭვოთ იმ დონეზე რომ ვეღარ განგეჯაჭვოთ მე. აი ესე ძალიან აშინებს გულწრფელი გულზიაობის თქვენთან. აი ამისაც ეშინია რომ თუ გაგიმხელთ და გეტყვით თავის გრძნობებს და სურვილებზე, ასე გონია რომ მე საკუთარ თავს კონტროლს ვეღარ გავიწევს და თქვენ მასზე გაიმარჯვებთ, ასე ვთქვათ, ხო? საკუთარი თავის შიშველი სახით გამოჩენის ძალიან ეშინია. თქვენ ხართ მისთვის ემოციურად წმინდა წყარო, რეალურად, ხო, მაგრამ ამ წყალში შესვლა თავისუფლების დაკარგვის ტოლფასია მისთვის და აქედან გამომდინარე აი ეს შიშები აქვს პიროვნებას, სურვილები, შიშების საწინააღმდეგოდ მოდის აქ, ხო? აი ესეთი მდგომარეობა, ხო, კარმისეული სიღრმე და კარმული სიღრმე რეალურად გეტყვით იმას, რომ ეს პიროვნება თქვენს ცხოვრებაში შემთხვევითი საერთო ჯამში არანაირად არ არის თასების დედოფალი, თასების მეფე, ვარსკვლავი მიგვითითებს არა უბრალოდ ემოციაზე, არამედ ისეთ სულიერ ემოციურ შეკრულობაზე თქვენ ორ შორის, სადაც ერთმა მხარემ გრძნობა, ასე ვთქვათ, გააღვიძა მეორეში, შეიძლება ეს იყოს, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი გამოსაღვიძებელი ურთიერთობა, რომელიც ასწავლის ამ პიროვნებას როგორც ასეთი სიყვარულს, აი როგორც თქვენ სიყვარულს, ასევე საკუთარი თავის სიყვარულსაც ხვდებით, რაღაც ასეთი მოდის აქედან, ხო, შინაგანი, მაგრამ უთქმელი სიყვარულით გაჟღენთილი კავშირია რეალურად, ხო, ერთ მხარეს არის ანუ ესე თქვენში მეტი სიმკვეთრე, ემოციურად ესე ვთქვათ, გასხივოსნებული ხართ, მისი მხარი არის გრძნობების დაფარვა, შიშებიდან გამომდინარე, კონტროლის დაკარგვით, შიშით გამოწვეულია ეს ყველაფერი, შინაგანი არეულობები აქვს და გრძნობს რაღაცეთ სიყვარულს, მაგრამ არ გადადის თქვენთან ურთიერთობაში შემდეგ ფაზაში. აი როგორი თემა იცით, რომ აი შეჩერებული არკის ტიპის კავშირია რაღაცნაირად, ხო? ანუ კავშირი, რომელსაც აქვს ემოციური მუხტი, მაგრამ არ ვითარდება, ორიანი პენტაკლიდან გამომდინარე, შვიდიანი ხმლები, ხმლების მეფე, ასე ვთქვათ, ნახევარგზაზე გაჩერებას უდრის ეს ყველაფერი, ან გაჭიანურებულ დისტანციასაც ნიშნავს. ხვდებით, ამ ტიპის ურთიერთობა ხშირად ინარჩუნებს საკუთარ თავს იმ მდგომარეობაში, სადაც ერთი მუდმივად ფიქრობს, ხან მოდის, ხან მიდის, მეორე ელოდება და ასე ვთქვათ, გულში ატარებს მის გრძნობებს, ტკივილებს და ასე შემდეგ რა, ესეთი მდგომარეობა, ხო? ну ვარსკვლავებიდან ცხენთასთან გამომდინარე გეტყვით თქვენი იდეალიზაციის ფაზა ეს ყველაფერი და მოდის თქვა თქვენ ხართ დღია ის არის მუდამ თავდაცვაში მყოფი პიროვნება თქვენ ხართ ემოციური კავშირის გააზრების სიღრმეში ჩასული ის გზობს ამ ყველაფერს მაგრამ ასე თქვა ვერ გაურკვევია რა უნდა და ასე თქვა და ასე დროს ეს თქვა ურთიერთობა ხდება გაჩერებული სივცე აი გულში მაგრამ არა ცხოვრებაში კი ბატონო ეს ურთიერთობა არ ვითარდება ასე ვთქვათ ფიზიკურ დონეზე გულში კი ბატონო რა ვიცი ყველანაირად ну სულიერი სიყვარულის ფორმით დაიწყო ეს ურთიერთობა ამაზე ორი პასუხი არ არის და არც ეჭვი არ არის მაგრამ ამჟამად ესე ვთქვათ არის ემოციურად ერთი მიმართულებით წასული და შიდა დაბრკოლებებით სავსე კავშირი, სადაც მომავლის პოტენციალი დამოკიდებულია მხოლოდ ასე ვთქვათ ერთ რამეზე, რომ მთავარია მასში საკმარისი გამბედაობა იყოს, რომ სიყვარულის რეალობა აიტანოს. და ასე ვთქვათ ყველაფერი შემდეგ ასე თუ ისე დავაგდება თქვენთან ურთიერთობაში. რა ვიცი, ესეთი რაღაც ცოტა გრძელი გაშლა გამოვიდა. თუმცა არ ვიცი, მაგრამ იმედია მოგეწონებათ, ხო? ეს იყოს ყველაფერი, რაც ამ არკანებიდან შევიძლით და ამოვიკითხე, მგონია რომ საკმაოდ კარგ და ვრცელ ინფორმაციას გაძლევთ, არ ვიცი, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, ვისაც არ მოგწონთ, კარი ღია, შეგიძლიათ არ ჩამოხვიდეთ, გახვიდეთ და ძალიან გთხოვთ უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ. რა ვიცი, ხა ზოგადი გაშლები მაინც და მაინც კი ბატონო ერთ-ერთში რო რეზონირდება ძალიან მიხარია, ჩემთვის ძალიან დიდი მისწრებაა რომ ერთ-ერთში რეზონირდება ეს საჯარო გაშლები, მაგრამ პირად გაშლას არაფერი არ შეედრება, რომელიც თქვენს აღლასა და გვარზე იქნება კონკრეტულად გაშლილი, თქვენზე იქნება მომართული, თქვენს კითხვებზე იქნება მომართული და რა თქმა უნდა ეს 100-დან 100 იქნება, მოდი ასე გეტყვით, ხო? ნუ აი
100-დან 100-დან 99-ს ვიტყვი. Დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, კარგად გზანდებოდეთ. მშვიდობიან, დღეს გისურვებთ. არ ვიცი, შესაძლოა მეორე თემად ჩავწერო. ალბათ უფრო მოკლე ვიდეოს 5 წუთიანს ჩავწერ, სავარაუდოდ მეორე თემაზე მინდა რომ მეორეც დავდო, არ ვიცი, ნახოთ. არ გამოვრიცხავ. კარგად იყავით.